თავის ერთ-ერთ არაჩვეულებრივ წერილში იგი წერს, რომ მე არ ვხატავ ნამუშევრებს, რომელსაც უნდა უყურო. ისეთი შეგრძნება უნდა გქონდეს, რომ თითქოს შენსა და მას შორის რაღაცამ გაიერთე კვალი დასტოვა. ისეთი კვალი ლოკოკინა რო ტოვებს, ლოწოვან, უცნაურ კვალს, ხო? თან ბიოლოგიურია, თან სხეულებრივია, თან მატერიალურია, თან ნაკვალებია ძველი გამოცდილებისა. რა რთულია რა, ფრენსისთან ურთიერთობა ძალიან რთული ადამიანია. ბუნებრივია, რომ მის წინაშე გადაშლილია საოცარი სამყარო მის კანჯვებისა, შინაგანი ტკივილებისა და დაუბრუნდებისა ამ ჯვარცმის 1944 წლის ჯვარცმის ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოტივს, რომელსაც მე განვითარება ჰპოვა სხვა მის გენიალურ ქმნილებებში. და ხა რა არის ეს? ეს არის რა თქმა უნდა მოქანდაკის ასე თქვა დაზგა. ეს მოქანდაკის მრგვალი დაზგა, სადაც თამაშდება ამ ფიგურის მოძრაობს. მოქანდაკე როცა ზერძავს, აკეთებს ხო ასე თქვა ნაწარმოებს, ამ შემთხვევაში ლაპარაკია ძირითადად კამერულ ნაწარმოებს, რა თქმა უნდა დაზგაზე დგას, დაზგაზე ატრიალებს ამას. ეს თვითონ დაზგა ფიგურირებს. პირველად გამოჩნდა დაზგა ხაზგასმით ამ გენიალურ ქმნილებაში, რომ ფაქტობრივად ფიგურას ყოველი მხრიდან ათვალიერებს. აქ რა თქმა უნდა კუბისტური ელემენტის გავლენაც არის, რაც პიკასოდან მოდის, მაგრამ სრულიად დამოუკიდებელია. არავის და არაფერს არ გავს. აი ეს სწორედ პოდიუმი დაზგის იდეა შემდგომ უკვე მის სხვა ნამუშევრებში გადადის, როგორც პირდაპირ როგორც არენის იდეა, არენა. და თუ კარგად დააკვირდებით, მარტო არენა კი არ არის. მრგვალი ეს არენა, ხო, რეალურად ოვალური, როგორც ზუსტი ხელი აქვს. ხა ორიგინალ შედგას დანახილებს პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ ერთი ხელის მონასმით აკეთებს ამას. ეს მაოგნებდა ყოველთვის ერთი ხელის მონასმით შეუძლია გააკეთოს. საოცარი, სხვა შეტილოებს არ გრუნტავს. ეგეც ცალკე თემაა, ხო, და მის შენახვას პრობლემას ქმნის შენახვისათვის არ გრუნტავს, იმიტომ რომ ფაქტურა თვითონ ამ სელის უხეში ფაქტურა უყვარს და ინტერესებს და ჩამშრალი ზეთოვანი საღებავი მაშინ ჯერ აკრილი არ იყო, რას აკეთებს? პასტელს თუმცა იყენებს ხშირად მის მაგალითად უგენიალურეს ნაწარმოებში, რომელსაც სახელად ქვია, რამდენიც მახსოვს, ასე ქვია, სურათი 1946 წელი, სადაც თვითონ ზის, დიახ, ეს მისი ავტორი კოლგით ხელში და უკან არის აი რემბრანდტთან გადაძახილი, აი როგორ შედის ამ ისტორიულ ტრადიციასთან და აი წინაპარ ხელოვანებთან გზნობს, რომ არხშია, ხო იცით, ამ დიდი ხელოვანების არხში მოდის, მოცურავს ამ არხში რა საოცრება, როგორ არის ჩართული და აი სწორედ მისი ცნობილი რემბრანდტის ძალიან ცნობილი ნამუშევრი რომანი ხორცის მთლიანი გადაყავებული ცხოველის ამ შემთხვევაში უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს არის საქონელი, ხო, საქონელის ხორცი, როგორ ჯვარცმული, ხო, თითქოს აი ეს ხეულის გადაგლეჯილი ნეკრების მიღმა და ცის კოლგით ხელში და ყვირის. სხვა შორის მას ჰქონდა საოცარი იუმორის გზნობაც. არ გეგონოთ რომ მართლა ტანჯვა იყო, ნუ აღწერებია მასთან დაკავშირებით და ძალიან ხშირად იგი ლაპარაკობდა ხოლმე თუ მოეწონებოდა ადამიანთა იჯგუფი, რომელსაც მას ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა არ იყო ძალიან ასე ვთქვათ, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანი, თუ მოეწონებოდა ისეთი მხიარული, ისეთი იუმორით, აი ბრიტანული იუმორით დაჯილდოებული ადამიანი იყო და ერთხელ კითხეს. კი, მაგრამ ფრენსის, შენი ფიგურები რატო ყვირია? ხო, უთხრა. როცა თქვენ უყურებთ ხოლმე მაშინ ყვირიან. როცა თქვენ აღარ უყურებთ, ისინი ჩუმად გიყურებენ. ეს ძალიან საინტერესოა. და სწორედ აი ამ პერიოდში, აი ეს მამის, ყვირალა მამის პერიოდი, პოდიუმზე გათამაშებულია დიდი ტანჯვა, რომელიც მან აჩვენა, თქვათ აი ამ სცენაზე, არ შეიძლება ის განვიხილოთ როგორც არენა, როგორც კოლიზიუმი, როგორც გნებავთ, მაგრამ უფრო მგონია ეს არის ეგრეთ წოდებული ანატომიური თეატრი. დიახ, ანატომიური თეატრი. თანამედროვე დროს საოპერაციო მაგიდა, სადაც უდიდესი საოპერაციო ისეთი ხდება ამ შემთხვევაში, რა ვიცი, აურაცხელი ფოტოები ნახეს მის სახელოსნოებში, რომელზეც იგი მუშაობდა. ფაქტობრივად ათხაპნიდა საღებავებს. ეს ფოტოები ძირითადად ეხებოდა თქვა სხეულის სხვადასხვა ვერსიებს, თქვა იგივე გადახსნილ, თქვა ფილტრებს გადახსნილ კუჭისლავის, რა ვიცი, ტრაქტს და ასე შემდეგ. აი თითქოს ადამიანის შიგნიდან ბიოლოგიური არსების მიღმა უნდა და სული აღმოეჩინა, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პირადად მე ასე მგონია, სწორედ მისი ძიებები სხეულს მიღმა არსებობს თუ არა ის წარუვალი არსი, რომელიც ადამიანის ტკივილებს მიღმა მარადისობასთან დაგოკავშირებს და ამას აკეთებს კიდევაც. სადამდე შეუულია ყვირის, რაც აღარ შეუულია და იგი კვდება, იგი გადაიხსნება, მას კბილები კი აღარ უჩანს და ღრო პირის არამედ მუცლის ღრო ფილტრების ღრო სიღრმეში შედიხარ, ადამიანის ხელში შედიხარ როგორც გამოქვაბულში, სადაც განძი ინახება, ან ნახავ ამ განძს, ან არა. ძალიან მნიშვნელოვანია და მის ცხოვრებაში შემოდის კიდევ ერთი მომენტი. იდეა მამისა ხო იყო, ედუარდი ხო ახსენეთ მისი მამა, სადისტი მამა, ხო? ან მამა ტრადიციული, როგორც გნებავთ.
შეიძლება ზოგადად მამის იდეა და რასთან უნდა დაკავშირდეს ეს თუ არა რა თქმა უნდა დიდ ხელოვნებასთან ისევ. რემბრანდტთან როგორც გითხარით მას ჯვარცმული სხეული, გატყაებული სხეული ცხოველისა წარმოგიჩი ადამიანი როგორც ცხოველური არსი, ხო? მაგრამ ეხა სულიერ არსს უნდა შეეხოს, რომელიც ასევე უკმაყოფილოა ფრენსისით. მასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა უნდა მოძებნოს ერთადერთი სახე, რომელიც იკონოგრაფიულად ყველაზე ზუსტად გამოხატავს მის დარდ და ტკივილს და რა თქმა უნდა ეს არის ველასკესის გენიალური დიეგო ველასკესის ინოკენტი მეათეს პორტრეტი. საოცრება პირდაპირ შემიძლია გითხრათ მეგობრებო. ეს არის საოცარი ქმნილება, ვინც ნამყოფია რომში და დორია პომპილიუს მუზეუმშია ნამყოფი, სადაც ეს ნამუშევარი დღეს ინახება, ეს დორიების ოჯახის წარმომადგენელი იყო ინოკენტი მეათე. გამაოგნებელ ფერწერას ნახავს. მე ვფიქრობ, რომ ასეთი პორტრეტი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. პირდაპირ შემიძლია თქვა, ის კი არა და ინოკენტი მეათემ რო ნახა ეს პორტრეტი, რა თქვა იცით? ნამეტანი მგავს. ეს კი როგორი განსადაეუფლა. თან სხვადასხვა თუ კარგად წაიკითხავთ მის ბიოგრაფიას, უბრალოდ ინოკენტი მეათეს კი არა, ეგეც საინტერესოა, თუმცა არ გვიდა ველასკესის ბიოგრაფიას, რა პროცესში და პერიოდში დახატა იგი ეს. მაშინ მიხვდებით, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მოვლენასთან, იმიტომ რომ ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა ველასკეს პოლიტიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, პიროვნულადაც, იცით? აი ამასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას. აი თვითონ რადგანაც ფრენსის ბეკონი ძალიან ინტელექტუალური და განათლებული ადამიანი, ერუდიტია თავი რომ დავარებთ ყველაფერს, შენურად იცით რა თქმა უნდა, ველასკესის ბიოგრაფიაზე, რემბრანდტის ბიოგრაფიაზე და მისი სიყვარული ვან გოგის ბიოგრაფიაზე და ამაზეც მე უფრო დეტალებში მე მოგიყვებით. აი სამი მხატვარი ძირითადად, თუმცა სხვაებიც არიან რა თქმა უნდა. და სწორედ აი აქ როდესაც ველასკეს სურდა რომ მიიღო უმაღლესი რაინდის წოდება და ამის საშუალებას მას მისი საყვარელი მეფე ფილიპე მეორე აძლევდა, მეოთხე აძლევდა. ეს იყო წმინდა სანტიაგოს ორდენი. ეს უნდა გაწევრიანება რაინდთა ამომაღლების ჯგუფში, რა თქმა უნდა, იგი დაიწუნეს თავადებმა, არისტოკრატებმა ჩათვალეს, რომ იგი გლეხუჭაა, იმიტომ რომ ხელით მუშაობს. ეს წარმოგიდგენთ რა საინტერესო ისტორია. როგორც დაწუნებულია, საზოგადოებრივ გაყრილი, გამოგდებულია, ხო, თითქოს მიუღებელი არსება ამ შემთხვევაში ფრენსის ბეკონი. იმ დონეზე რომ გააგზავნეს კიდევაც სევილიაში შეესწავლათ, რომელიმე წინაპარი, მისი ხვარი იყო ვაჭარი, ან ებრაელი. თქვენ იცით რომ ველასკესი წარმომავლობით დედის მხრიდან იყო დედის ბაბუის, დიდი ბაბუის მხრიდან იყო პორტუგალიელი. ასე რომ ძებნაში აღმოაჩინეს რომ მართლაც იყო ვაჭარი და პრობლემა სერიოზულად შეიქრა და ამ შემთხვევაში უკვე ველასკეს დაჭირდა დაემტკიცებინა სხვადასხვა ეს თქვა დიდმა კეთილშობილმა მეფემ ფილიპე მეოთხემ რომ ხალხო თქვენ თუ დაშნით იბრძვით ჩემს დასაცავად და ქვეყნის დასაცავად მისთვის დაშნა ფუნჯია. ეს ძალიან ნიშანობლივია, ხო? აი ეს უკვე იყო ნიშანი იმისთვის, რომ ამ შემთხვევაში ფრენსისი დაინტერესებული იყო პორტრეტით და მართლაც მან შექმნა გენიალური ქმნილება. რომელი ერთი თქვა 1959 წლის 40-ზე მეტი ნამუშევარია მეგობრებო. აურა მიაყარა და მიაყარა, რამდენი წაშალა უფალმა უცხის. ყველგან, ზოგან არა, უმეტეს შემთხვევაში იგი ყვირის. საოცარი სახასიათო ნიშნით არის. არავითარ შემთხვევაში არ შეხედოთ მეგობრებობას როგორც პოსტმოდერნულ ციტირებას. ეს პოსტმოდერნიზმი არ არის. ეს არის პირდაპირ ექსპრესიული სულის პირდაპირ ამოფეთქვა, ამოვარდნა პირდაპირ, იმიტომ ეს არ არის ექსპრესიონიზმი. ეს არ არის პირდაპირ პოსტმოდერნი. არ ციტირებს. ეს არ არის სალვადორო ფიუმე. ეს არ არის თუნდაც დავით ოკნეი. ეს არა, ეს სხვა არის. ეს სხვა მხატვარია. და სწორედ რატო ყვირის პაპი? ისე ყვირის როგორც მამა, ოღონდ ეს დიდი მამაა, განასახელებს ეკლესიას, ტრადიციას, მორალს, ყვირის, პირი დაღებული აქვს. მოკე გითხარით, იმიტომ ყვირის რომ თქვენ უყურებთო, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში საოცარ ამას ამბობს. ოღონდ ჯერ სანამ ამას ვიტყვის, არას ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში. კეთყვით ერთ რაღაცას, რომ მას ვან გოგის წერილები წაკითხული აქვს, რა თქმა უნდა, ვან გოგი ერთ-ერთ გენიალური თავის წერილს, თავის მას წერს. პეიზაჟს თავისი მესია ჰყავს. ეს მესია კლოდმონია. ასე მიაჩნია ვან გოგს. მე გიჟდები და მეყვარს კლოდმონი რა თქმა უნდა, თუმცა სხვა მესიების სხვა პეიზაჟში ბუნებრივია. იმ მხატვარზე უკვე ვისაუბრე ერთხელ თქვენთან. მაგრამ მოვა დრო ამბობს ვან გოგი, რომ მოვა ფიგურის მესიაც. ის ვინც ფიგურაში შექმნას იმას, რაც პეიზაჟში გააკეთა კლოდმონი. ეს იცის ამ კაცმა, იმიტომ რომ გითხარით ინტელექტუალური ერუდიტია. და რა თქმა უნდა, მან იცის, რომ ფიგურაში მას აქვს შანსი იყოს მართლაც ფიგურის მესია.
ეხლა პატარა გადაციხილი სად? ეკითხებიან. მოგწონთ თქვენი პირდაღებული ადამიანები, რომლებიც ხვირიან? კარგად გამოგდით? არა, არ გამომდის. რატომ? იმიტომ რომ უკეთესი იქნებოდა დაღებულ ხახაში პირში. უფრო ლამაზი ფერები გამეკეთები და ისე როგორც ამას კლოდომონი აკეთებს პეიზაჟში. პირდაპირ ციტირებაა რა, რა საინტერესოა ხო თუ დააკვირდებით. აქ ირონიაც ჩანს ბუნებრივია, მაგრამ ისი ჩანს თუ რაშია ჩართული, რა გზაშია ჩართული. თან ოდისეას სულის ოდისეას იდეა ხო საოცრებაა პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ მოგზაურობს სული მისი გაუთავებად, როგორც ვან გოგი, საიდან დაიწყო, სად წავიდა ხო? მზის გზაზე მოძრაობს ხო? ესაც მოძრაობს თავისი სულიერი მზის გზაზე, სადაც ბნელია, დაღებული ხახის სიბნელია, საიდანაც მხოლოდ და მხოლოდ ღრიალი ამოდის. მაგრამ ღრიალს მარტო ტკივილი არ მაქვს. ამ ღრიალს მაქვს შემოქმედებითი აღმაფრენა, სტიმული, იმპულსი ძალიან ძლიერი. მის ცხოვრებაში რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამე ხდება, წარმატებას თანდათან მოდის. იგი არც სიურრეალისტია, არც ექსპრესიონისტი. ერთდროულად ყველაფერია, მასზე ფაქტიოთა ლეგენდები ითხოვება. მის გარშემო ხალხი იკრიბება, ხო? საყვარლების სვენაა პირდაპირ შემიძლია. ესე იგი, იმდენი არაჩვეულებრივად საინტერესო ადამიანი ხდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ჯორჯ დაიერთან ურთიერთობა. ეს ტრაგიკული ურთიერთობა, აურაცხელი პორტრეტი აქვს გაკეთებული მისი სხვათა შორის. ჯორჯ დაიერი ერთ-ერთი ყველაზე ვნებიანი, ყველაზე დაუმორჩილებელი, ყველაზე შარიანი კაცი იყო და სხვა შორის თვითმკვლელობითაც დაასრულა ცხოვრება. 12 წლიანი ურთიერთობა მათ შორის უდიდესი ტრაგედიით დამთავრდა. ხო, ასე რომ ჯონ ედვარდსის ბოლო საყვარელია მისი. იქაც ძალიან უცნაური ურთიერთობაა, მაგრამ აი დაიერთან განსაკუთრებით რამდენი პორტრეტი აქვს ისეთ გაკეთებული, ეს პოდიუმზე ის გადაგლეჯილია. აი სუტანჯუებშია რეალურად რა. მაგრამ ეს ფაქტია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ეს აი ტრაგიკული პროცესის გავლა, რომელთაც იგი ყოველთვის გამარჯვებული გამოდის პირდაპირ შემთქვა და მხოლოდ ერთი ნიშნით გამოდის გამარჯვებული ხელოვნებას ქმნის, დიდ ხელოვნებას ქმნის, უდეს ხელოვნებას და ეს არის აი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მის საქმიანობაში და არ შემიძლია არ გავჩერდე მის ალბათ ერთ-ერთ ბოლოს წინა ნამუშევარზე, რომელსაც სახელად ქვია ოიდიპოსის შეხვედრა სფინქსთან ენგრის ნამუშევრის მიხედვით. ჩემთვის პირადად სრულად მოულოდნელი ნამუშევარი იყო ეს. იმიტომ რომ წარმოუდგენელია ხა როგორ შეიძლება ხა ენგრი ნამდვილად არის მის ასეთი აი ამ მსვლელობაში ენგრი ძალიან დახვეწილი, ძალიან კლასიკური, მაგრამ სწორედ ეს არის ნიშანი კლასიკურში ბოლოს კლასიკურთან მიდის საბოლოო ჯამში, მაგრამ იქ ერთი მომენტია თუ ნამუშევარს დაათვალიერებთ ნახავთ. ფეხი აწეული აქვს ენგრის ნამუშევარში, მარცხენა ფეხი აწეული აქვს, აქაც აწეულია. მოხუთ შეხვეული აქვს მარცხენა ფეხი. ფრენსისთან შეხვეულია. სისხლიც კი არის გამოჟონილი. შეხვეული მარცხენა ფეხი. იცით რას ნიშნავს? შუა საუკუნეების იკონოგრაფიაში ბოშთან განსაკუთრებით. ამ თემაზე ჩვენ არ გვისაუბრია. ცოდვას, ცოდვის გზაზე დგომას. აუ, ესეც ხო რა საინტერესო მომენტია. და კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა რომში ჩაბრძანდა ჩვენი ზმა და მეგობარი, ჩვენი არაჩვეულებრივი ხელოვანი, იგი არ წავიდა და არ ნახა ორიგინალში ეს ნამუშევარი. არ ნახა ინოკენტი მეათის პორტრეტი. მე ცოტა ეჭვი მაქვს, რომ მან ნახა. მე მყავდა ასეთი არაჩვეულებრივი უნიჭერესი მეგობარი, რომელიც მიმტკიცებდა, რომ ჩამოვიდა პარიზიდან, რომ ლუვრში სპეციალურად არ წავიდა და უყურებდა მხოლოდ და მხოლოდ პომპიდუს ცენტრის წინ შვედ გოგოებს. მე ჩამეცინა მახსოვს და უთხარი ჩემო ძვირფასო შვედ გოგოებს ლუვშიც ნახავთ, იმიტომ ეს გოგოები რა თქმა უნდა იქაც მივიდოდნენ. ხო, მაგრამ მეც ასე მგონია, რომ მან მაინც ნახა. ორიგინალში ნახა, თუმცა რა თქმა უნდა, აი თვითონ მითისთვის, სამყაროს წარმოდგენისთვის, რა თქმა უნდა, მას არ უნდა ენახა ყვირალი რომელიც მას უყვირის, თუ შეიძლება ასე ითქვას. ნუ ძალიან საკამათო თემაა, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, ყველა წარმატებული საფეხური გაიარა. ეს კი არა და თავის დროზე მან მიიღო რუბენსის ძალიან პრესტიჟული პრემია, ძალიან საკმაოდ სერიოზული პრემიალური ფინანსიური მოგები თუ შეიძლება ასე ვთქვას და მან ეს თლიანი ეს თანხა მან გადაცა ფლორენციის ქალაქ ფლორენციის მუნიციპალიტეტს იმისთვის რომ დახმარებოდა სანტა-კროჩეს მუზეუმს, იმიტომ იქ წყალი შევარდა, დიდი წყალდიდობა მოხდა იმ პერიოდში, ეს 60-იანი წლების დასაწყისია, გრანდიოზული წყალდიდობა მოხდა ფლორენციაში და
დაიტბორა მთელი მუზეუმი და ფაქტობრივად მთელი ეს თანხა ძალიან დიდი შემოსავალი ფაქტობრივად ფრენსისმა გადასცა, ესე იგი, ფლორენციას. ეს მე მგონი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იგი აი კავშირშია ამ მარადიულ ხელოვნების მარადიულ ენასთან და აი დიდ ხელოვნებასთან პირდაპირ გაგებით. ასე რომ საქმე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვან მოვლენასთან და ბოლოს მისი ასეთი მოკლე მიმოხილვა მისი შემოქმედებისა მთავრდება მადრიდში. ისევ და ისევ მადრიდში. იგი ჩადის მადრიდში, მაგრამ აქ უკვე მან ნახოს ველასკესი. იგი ნახულობს ველასკესის მენინებს, გაოგნებულია პირდაპირ შემიძლია თქვა და აქვე გარდაიცვალა. იგი მადრიდში გარდაიცვალა. ეგ ძალიან ნიშანობლივია. ბრიტანელი კაცი, ინგლისელი კაცი ესპანეთში კვდება. საინტერესოა რა. ხო თვითონ დაპირისპირებული ორი სამყაროა, ორი მენტალობაა, მაგრამ როგორ ავსებენ ერთმანეთს. ამის არჩეული მაგალითია ხელოვნებით შევსება, ხელოვნებით აღსება. გოია ხომ ის სიცოცხლეა. თქვენ არიცით რეებს ლაპარაკობს გოიაზე, მაგრამ ველასკესი. ველასკესი ყველაზე მთავარი. ასე რომ ფრენსის ბეკონი ალბათ ყველაზე დიდი ხელოვანი, ყველაზე დიდი ფიგურატივისტი და მესიაც კი მის ერთ-ერთ მეგობართან, ლუსიან ფროიდთან ერთად, მე-20 საუკუნის ფიგურატივისტური აზროვნებისა. აი ლუსიან ფროიდზე, რომელიც ძალიან ახლო მეგობარი იყო მის და ბევრი პორტრეტი აქვს გაკეთებული გამოსახულებას, ვთქვათ, ფრენსის ბეკონსაც და სხვათა შორის ლუსიან ფროიდსაც ისი. მე ვისაუბრებთ. დღეს დაგემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.